სადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის გრძელდება ლელომ და გახარიას გუნდმა თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად ირაკლი კუპრაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შარაშიძე წარადგინეს. ოპოზიციის მეორე ნაწილი ისევ ბოიკოტშია და არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიებს აკრიტიკებს. ისინი 4 ოქტომბერს ემზადებიან აქციისთვის. მმართველი გუნდმა კი თბილისის მერობის კანდიდატად, როგორც ცნობილია, ისევ კახა კალაძე წარადგინა. ქართული ოცნება დარწმუნებულია გამარჯვებაში. ასუხისმგებლობა, რომელიც ორმა ჩემს მეგობარს ჩვენ შევდივართ იმ წინააღმდეგობაში და ბრძოლაში სრულიად გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ რომ ევროპულ თბილისს, საქართველოს დედაქალაქს არ უნდა ყავდეს რუსი მერი. თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ნარკოტიკებისგან, თბილისი უნდა გავათავისუფლოთ უსამართლობისგან, თბილისში არ უნდა არსებობდნენ შიერი ბავშვები სკოლებში, თბილისი უნდა იყოს სოლიდარობის, ძლიერების და თავისუფლების და ევროპული ღირებულებების ქალაქი. თავსახად და ერთმნიშვნელოვნად ისინი მონაწილეობას იღებენ რუსულ სპეცოპერაციაში, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. სამწუხაროდ ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ. როდესაც საკუთარი ამომრჩევლის და ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. არაფერი გასაოცარი იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით ირაკლი კუპრაძის კანდიდატურის შესახებ არ არის, იმიტომ რომ ეს გათვალისწინებული იყო მემორანდუმით. ჩვენ შევჯერდით ძალიან კარგ კანდიდატზე. ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც წლებია იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. ის კალაძესგან განსხვავებით არ არის კორუფციონერი, არის პატიოსანი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სრულად იყოს ჩართული ამ ბრძოლაში. თავიდან ამბობდნენ, რომ ნეიტრალური კანდიდატურა ეყოლებოდათ გაერთიანებულ ოპოზიციას, ვინც ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ნებისმიერი თბილისელი ქართველი ადამიანი საღადმოაზროვნე, რა თქმა უნდა, დღევანდელ ოპოზიციის შეთავაზებას არ დათანხმდება. აქედან გამომდინარე, იძულებულები იყვნენ, რომ ისევ მათი წიაღიდან დაესახელებინათ კანდიდატურა. რაც შეეხება კონკრეტულად კუპრაძეს, კუპრაძე კი არა, რა ვიცი, მთელი გაერთიანებული ოპოზიცია თავისი აქტორებით, დონორებით, რა ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციებით ერთი ნომრის ქვეშაც რომ გაერთიანდნენ, საერთოდ უშანსოები არიან.